მოგესალმებით მეგობრებო, ზაფხული კენკრის დესერტების გარეშე გამორიცხულია. ხოდა სანამ სეზონია, არ მოვიკლოთ ეს სიამოვნება, მოვამზადოთ სხვადასხვა სახის დესერტი. ამჯერად შემოგთავაზეთ mini cheesecake-ებს. პირველ რიგში 2 თასში მოვათავსოთ თითო სუფრის ковზის ჟელატინი, დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს, მოურიოთ და დავდგათ გასაფუებლად. 9 კილო მოცვი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ტაფაში, დავასხათ 100 მl წყალი, ჩავაყაროთ 100-150 გრამი შაქარი, ვადუღოთ 5 წუთით. ცალკე თასზე გადმოვიღოთ 150 გრამი მოცვი და გავაგრილოთ. გამოვიყენე ასევე მარწყვი, რომელსაც ვინახავ ხოლმე დაბლენდერებულ ცოცხლად შაქარში. დაბლენდერეთ ან ჭიქით დავშვენით 200 გრამი ნებისმიერი ორცხობილა. მოვასხით 150 გრამი გამდნარი კარაქი. კარგად შეურიეთ ერთმანეთში. შემდეგ გადაანაწილეთ სხვადასხვა ჭურჭელში. მე ნაწილი მოვათავსე მუყაოს ჭიქებში. ჩავტკეპნოთ კარგად. ნაწილი მოვათავსე შუშის კონტეინერებში, რომელიც სამგზავროდ ძალიან მოსახერხებელია. გულსართისთვის დაგვჭირდება 300 გრამი ცივი კრემყველი, 200 მl ცივი 35%-იანი ნაღები, 150 გრამი შესქელებული რძე, ვანილინი და გავთქვიფოთ. ასევე დაგვჭირდება 100 გრამი ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. გავთქვიფოთ და უგემრიელესი გულსართიც მზად არის. მასა გავყოთ 2 ნაწილად. ერთში შევურიოთ მარწყვის ცოცხალი კონფი, ხოლო მეორეში მოცვის კონფი. 1 ჯამი ჟელატინი გავალღოთ და გადავანაწილოთ ნახევარ-ნახევარი ჩავასხათ და კარგად აურიოთ. და გადავანაწილოთ ჩვენს ფორმებში. ორ ფორმაში ჩავდე ორივე, მარწყვიც და მოცვიც. მაინტერესებს როგორი გამოვა. შევდგათ მაცივარში დაახლოებით 1 საათით. 1 საათის შემდეგ გავალღოთ მეორე ჯამი ჟელატინი და ისიც გადავანაწილოთ ნახევარ-ნახევარი სხვადასხვა კონფებში. მოვასხათ ზემოდან. გადავანაწილოთ კარგად. ორ არომატიან ჭიქას, აქაც ორივე არომატის კონფი მოვასხი. აი ასეთი ლამაზები გამოვიდა. მზად არის რომ შევინახოთ მაცივარში. დავახუროთ თავზე თითოეულს და შევდგათ მთელი ღამით. აქვე მინდა გთხოვოთ, თუ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, გააზიარეთ, მოიწონეთ და აკომენტარეთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს მაინტერესებს თუ როგორ მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ეს უკვე მზად არის, მეორე დღეა. აი ასე თავისუფლად გავანთავისუფლებთ ჭიქისგან. ძალიან ლამაზი გამოვიდა და საოცრად გემრიელი. მოამზადეთ თქვენს.